მეორე სახლის აშენების ამბავიც უნდა მოგიყვეთ. ხის სახლის ისტორიამ იმხელა გამოხმაურება, სითბო, მესიჯები და თურმე мотиваციაც გამოიწვია თქვენში. მოკლედ 5 წელი ცხოვრობდით ჩვენ საყვარელ ხის სახლში და მერე გაგვიჩნდა $5,000 2018 წელს. ჩემი ოცნების სახლი გონებაში უკვე ბევრჯერ მქონდა აშენებული, სადრა ოთახი, ფარდა და ჭაღი მეკი და ეგეც კი ვიცოდი. ამიტომ პროექტი არ გაგვიჭირდა და ირაკლი მიპოვა მშენებელი, რომელმაც გვითხრა, რომ ამ თანხაში აშენებას და დახურვას შევძლებდით. გავაკეთეთ პროექტი, შევიტანეთ მერიაში, დაჭირდა დაახლოებით 5 თვე და როცა უკვე პასუხი მოვიდა და დაგვიმტკიცეს, ეს მშენებელი გვეუბნება, რომ ორჯერ მეტი დაგვიჯდება. ამ დეტალებს იმიტომ გეუბნებით, რომ თუ თქვენ შეგექმნებათ გზაში 1000 გვარი დაბრკოლება, არ შეუშინდეთ, თუ თქვენ მოინდომებთ მაინც გავხვალთ ბოლოში. Ну, რა თქმა უნდა, დაველაპარაკეთ, აუხსენეთ, რომ მათი მეძე დავიწყეთ პროექტის გაკეთებაც, მეტი ფულის შოვნის შანსი არ გვაქვს, ასე შემდეგ და მოკლედ დაგვთანხმდა, როგორც დაგპირით, ისე იქნებაო. და $5,000-ით დავიწყეთ სახლის შენება. ჩვენს გარემოცვაში თუ ვინმე მეგობარი და ნათესავი იყო, ვისაც ჭკუა მოეკითხებოდა, ყველა გვეუბნებოდა, რომ სისულელეს აკეთებთ, $5,000-ით მარტო ბალავერს ჩაასხამთ, კედლებსაც ვერ ამოიყვანთ, დაგრჩებათ ესე ბეტონ ჩასხმული, ისიც დაგილპებათ და ჯობია რომ ამ ხის სახლს შემოაშენოთ გარედან ბლოკი და იცხოვროთ მაგაში. მარტო მე და ჩემი ქმარი ვაწვევოდით რქებით, დავიწყოთ და რამე იქნება თქო. მოკლედ დავიწყეთ. პროცესი გაგრძელდა დაახლოებით ალბათ 2-3 თვე, ზუსტად აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ. გავაკეთეთ რა თქმა უნდა გეოდეზით, 2 თუ 3 მეტრზე ამოთხარეს მიწა და იქ იკვლიეს, ცოცავი ხო არ იყო და რაშიც ფული არ დავზოგეთ, იყო ბალავერი, ანუ ის ბოძები რაც მიწაში ჩავასხით, კედლების შემკრავი პოიასები თუ არ მახსოვს რა ქვია და სახურავი. ზოგადად ფული შეიძლება დაზოგო ლამინატში, მეტლახში, ფანჯარაში, შპალერში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო, მაგრამ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა სახურავი, საფუძველი და დენის ხაზი და წყლის მილი, აუცილებლად უნდა გააკეთო კარგი ხარისხის. მოკლედ აგვიშენეს ხელოსნებმა, გადაგვიხურეს და გამოგველია ფული. მე რაღაც პატარა სესხები მოვიშველიეთ, მაგრამ ხელოსნისთვის და კარგი მასალისთვის მაინც არ გვეყოფოდა, ამიტომ დავიდეთ YouTube-ი, ჩავიცვით ხელთათმანები და მე და ჩემი ქმარი ერთობლივი ძალებით შევუდექით საქმეს. პირველი და ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ კედლების გალესვას ვერ ვახერხებდით და ბლოკებს შორის იყო ნაპრალები, სადაც ჰაერი შემოვიდოდა. რაც აუცილებლად უნდა ამოგვევსო. მოვზილეთ ცემენტისგან რაღაც ალიზი თუ ლასტორი თუ ავი რა ქვია, რაღაც ძველ ჩუსტზე დავადებდით და ესეთი მოძრაობებით ვავსებდით იმ ნაპრალებს. მთელი სახლი რომ ასე გავლესეთ, მერე გაჯი თუ შპაკლი თუ არ ვიცი თეთრი რომელიც არის, ეგეც ოღონდ ასეთი მოძრაობებით რაღაც თითქოს დიზაინი გავაკეთეთ. მერე გადავღებეთ, მეორადებში ვიყიდეთ ფანჯრები, რომელიც ჩვენ ჩავსვით და ისეთი მაგარი ჩასმულია, რომ ღია როცა გვაქვს 1 მილიმეტრითაც კი არ იძვრის. ბუხარიც ავაშენეთ YouTube-ით, აგურები მე რამდენი რიგზე უნდა დააქანო და რამდენი გრადუსით და ასე შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ ჩემ ქმარს ცხოვრებაში არ ქონია შეხება მშენებლობასთან ან მსგავს საქმეებთან, რა თქმა უნდა არც მე, მაგრამ YouTube-ის და ჭკუის დახმარებით მოვახერხეთ მაინც ყველაფერი. წყლის მილები ჩვენი ხელით გავიყვანეთ. ჭერის საკვრაზე ჩვენი საყვარელი მეგობრები დაგვეხმარნენ, გიფსოკარდონი ავაკარით. მთელ ამ პროცესში მეგობრებიც მოდიოდნენ ხოლმე, ვერთობოდით, ხალისობდით. თანაც იყო ზამთარი და როცა ძალიან შეგვცვიდებოდა, თვითონ სახლშივე ცეცხლს ვანთებდით ხოლმე, ესე მივითბობდით ხელებს, ფეხებს და მე წავიდოდით ისევ გავლესავდით, ისევ მობრუნდებოდით, თბებოდით და ხან რას ჭამდით, ხან რას. თან ვმუშაობდი მაგ დროისთვის და შუა პროცესში აღმოჩნდა, რომ ვიყავი ორსულად. 27 კილოიან ბლოკებს დავათრევდი. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ალბათ არავის გგონიათ სახლი ასე ოდელიაზე შენდება, მილიონი პრობლემა შეგვექმნა გზადაგზა, 2 კვირაზე მეტი ბლოკი ვერ ვიშოვეთ ხარისხიანი, ალბათ სულ შემოვიარეთ მთელი იმერეთი, ყველაფერი რომ იაფად უნდა იპოვო და ფული უნდა დაზოგო, ეგ კიდე ცალკე პრობლემა. გარდა ამისა ხელოსნებიც ხანად ცდებდნენ, ხანადრე მიდიოდნენ და მოკლედ ბევრი რო არ ვისაუბრო პრობლემებზე, ბევრი გვექნებოდა ყოველდღიურად და დღეში რამდენიმე. მაგრამ ამ ყველაფერს ყოველთვის ვაგვარებდით საუბრის გზით. არ გვადარდებდა ის, რომ კედლები იდეალურად სწორი არ იყო. პირიქით მადლიერები ვიყავით, რომ ჭერი გქონდა და კედლიდან სიცივე აღარ შემოდიოდა. თანაც ამ პროცესით ვტკბებოდით, სიამოვნებას ვიღებდით. არ ვიცი, ალბათ რთული გასაგებია პრობლემების და სახლის შენებისას როგორ შეიძლება იცინო, იტინგიცო და იღლიცინო, მაგრამ არ ვიცი, მე და ჩემი ქმარი ვახერხებთ და რატომღაც ჩვენს საახლობლოში ბევრი ადამიანის მიგვიჩნევს როგორც ერთი არხეინა უდარდელა წყვილი, რომელსაც ყველაფერი მარტივი გონია, ესე იტყვის ჰაერზე რომ ასე ვიზამ, ისე ვიზამ
მაგრამ ფაქტია რომ შვებით და ამას ამბობენ ის ადამიანები რომელსაც ბაბუამ დაუტოვა სახლი მერე იმაში მისმა წინათაობა მიცხოვრა ახლა თვითონ ცხოვრობს ფარდა და ნატურაც კი არ შეუცვლია საკუთარი შრომით და მთელი ცხოვრება ტირის ზმუის და პრობლემებშია და ჩვენ მგონი ვართ არხეინები როცა ამდენი სირთულეების მიუხედავად არ წუწუნებთ და არასდროს არავის უგზნია ჩვენგან უარყოფითი ენერგია ან ტირილი რამეზე მოკლედ გადავხურეთ სახლი, ფანჯრებით ჩავსვით, ბუხარი ავაშენეთ, შიგნით ტიხრები ამოვიყვანეთ, ჭერი ავაკარით, დენი წყალი გავიყვანეთ და იატაკზე რომ გადავედით, ჩემს ქმარს მოუვიდა საბუთები და უნდა წამოსულიყო ამერიკაში. ანუ დავრჩი შუა გზაში, ორსული, ბავშვით და მგონი 200 ევრო მქონდა. თანაც არ ვიცით ირაკლი რამდენ ხანში გავა, რა ბედი გვეწევა აზრზე არ ვართ. და მერე დამეხმარა ჩემი 1-2 მეგობარი იატაკის დაგებაში 8 თვის მუცლით ვაგებდი ლამინატს მათთან ერთად ჩემი 80 წლის ბებო იყო ჩემს გვერდით და ჩემი 9 წლის შვილი რომლებიც კაცებით მუშაობდნენ ჩემთან ერთად და მოკლედ მაინც გავედით ბოლოში არავის არ ვაკნინებ მაგრამ მე რატომღაც არ მიყვარს გამოკეტილი ზალები ფობია მაქვს სტენკის და მასში შელაგებული მადონების როკოკოების რომლებიც აღდგომას ახალ წელს დაბადების დღეებზე და წელიწადში 15 ჯერ უნდა გამოალაგო დარეცხო დაატილო და ისე უკან შეალაგო მერე იატაკს მასტიკა უსვა და ფეხებით აპრიალო მეზიზღება ბავშვობიდან იმიტომ რომ მიწევდა ამის კეთება ამიტომ გავაკეთეთ ისეთი სახლი, რომელიც იყო ჩვენთვის კომფორტული და ჩვენზე მორგებული და არა ვიღაც სტუმრისთვის. შუა ზალაში დაკიდებული მქონდა ჰამაკი, წინ ბუხარი მქონდა, ანუ ფაქტიურად ჯამში გამოდის 3 სართული, გარაჟი, სამყოფი ოთახის სამზარეულოს ტუალეტი და 3 საძინებელი, 1 პატარა ტუალეტით. რომის გაკეთებაც რა თქმა უნდა ვეღარ მოვასწარით. საფუძველი გავთვალეთ ისე რომ ჩვენ შვილებს რომ მოუნდეთ კიდე სართულის დაშენება გადახსნიან მხოლოდ სახურავს და აშენებენ, ისევ გადახურავენ და საფუძველი ამას გაუძლებს. ასევე მე და ჩემ ქმარს გვიყვარს ყველაფრის კეთება, თუ რამე შეიძლება ხელით გაკეთდეს, მაგალითად ხე, სადღაც ტყიდან წამოვიღეთ ერთხელ კუნძი, მე რაღაც თოკებით მივაბით, მოვაბით, გამოვწვით, დენი გავიყვანეთ და სანათი გავაკეთეთ და ეს სანათი რა თქმა უნდა რელიქვიაა და გადავიტანე ახალ სახლში. მოკლედ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ კი ამ გზაზეთ გახართ, ან სადღაც ოცნების დონეზე გაქვთ, თქვენი საკუთარი ქონა პატარა შანსი როგორც კი გაგიჩნდებათ და აუცილებლად გაგიჩნდებათ თუ ნამდვილად გინდათ ხელს, ფეხს და ტვინს ამოძრავებთ და მით უმეტეს წყვილი თუ ხართ ერთმანეთის გვერდით დადგებით და პრობლემებს შეებრძოლებით ერთად და არა ერთმანეთს აუცილებლად გამოგივათ. ბევრი ისტორიაა ასეთი, ახლა მით უმეტეს ინტერნეტის ეპოქაში ბევრი ვლოგი მინახავს როგორ არემონტებენ ძველ სახლებს, ან ყიდულობენ ახალს და საკუთარი ხელით აკეთებენ, ანუ ყველაფერი შესაძლებელია. თუ კი ნამდვილად მოინდომებთ და ოღონდ იშრომებთ. არ დაკარგოთ мотиваცია და არასოდეს მოусმინოთ ადამიანებს, ვინც რამე საკითხზე გეუბნებათ არ გამოგივა. ჩვენ სამწუხაროდ ყველა მაგას გეუბნებოდა. არ ვამბობ რომ ბოროტები არიან ან ცუდი უნდათ ჩვენთვის, უბრალოდ თვითონ მართლა ასე ფიქრობდნენ. თქვენ მოინდომეთ, ბევრი ილოცეთ, რავი, რისიც გწამთ, ვისიც გწამთ. შეიძლება ყველა ქრისტიანი არ იყოს, მაგრამ ყველას ყავს თავისი მფარველი. კონცენტრირდით და ფოკუსირდით თქვენი მიზნებისკენ და ყველა საშუალება მოიძიეთ, რომ მიაღწიოთ. დამიჯერეთ განსაკუთრებით მამაკაცებო გამოდის ყველაფერი თუ კი თქვენს გვერდით ყოფი ქალბატონები გეუბნებიან რამის აშენება და შექმნა დავიწყოთო დაუჯერეთ და გაყევით ზურგი გაუმაგრეთ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ ისიც გვერდით დაგიდგებათ და სოფელიც ასე შენდება იმედია ეს ვიდეო მეტ мотиваციას მოგცემთ იმიტომ რომ მოკლე შეჯამება რომ გავაკეთო $5000 დავიწყეთ 70 კვადრატი ერთი სართულია 70 ჯამში გამოდის 200-მდე სახლის შენება, ორსული ვასრულებდი სარემონტო სამუშაოებს, 5 თვის დავრჩი მარტო, 11 თვე ჩემი ქმარი ციხეში, მერე 5 წელი ცალ-ცალკე, მაგრამ სახლიც ავაშენეთ, ჩვენც აქ ჩამოვედით და რავი, კიდევ ბევრ რამეს ვიზამთ. ამიტომ არაფერს შეუშინდეთ სამყაროში, სანამ სუნთქავთ. წარმატებები.